გამარჯობა, ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალომებს ანუკა ბუავა გაგაცნობთ. კურიერი მოლდოვიდან, სადაც საპარლამენტო არჩევნებია უბნები, მთელი ქვეყნის მასშტაბით დილის 7 საათზე გაიხსნა. 101 ადგილიანი პარლამენტისთვის 15-მდე პარტია, 4 კოალიცია და 4 დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძვის. თუმცა წინასწარი გამოკითხვებით მთავარი დაპირისპირება ორ პოლიტიკურ ძალს შორის გაიმართება. ეს არის მოქმედი პრეზიდენტის მაია სანდუს პარტია და მისი წინამორბედის იგორ დოდონის ბლოკი. წინასწარი შედეგები საღამოს გაირკვევა, თუმცა მანამდე პოლიტიკური დღის წესრიგის სიმძაფრე ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდებოდა. კენჭისყრის ბოლო კვირას არჩევნებში მონაწილეობა ორ პარტიას აუკრძალეს, პარალელურად მიმდინარეობდა დაკავებები მასობრივი არეულობის მომზადების ბრალდებით პოლიციამ 74 პირი აიყვანა. კიდევ ერთი სკანდალი კი ეგრეთ წოდებული სომხური კარუსელის სავარაუდო სქემას ეხება, რომელსაც ერთ-ერთ სტამბაში კიშინიოვის პოლიციამ უკვე შევსებული ბეჭედ დარტყმული ბიულეტინები იპოვა. არჩევნებს ადგილიდან აშუქებს კურიერის გადამღები ჯგუფი ლუკა ჩანგელია იმყოფება მოლდოვაში და ის გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. ლუკა, როგორი არის აქტივობა ამ დროისთვის და რასაც ხადებენ პოლიტიკური ლიდერები? მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა 10 საათის მონაცემები აქტივობასთან დაკავშირებით და ირკვევა, რომ ის 8,8% შეადგენს. ანუ 245,000 მოლდოველი მივიდა უკვე საარჩევნო უბნთან. უნდა ითქვას ის, რომ 2021 წლის საპარლამენტო არჩევნების აქტივობასთან შედარებით ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. პოლიტიკოსები ამბობენ იმასაც, რომ ეს ყველაფერი შეიძლება უკავშირდებოდეს ბოლო 3 დღის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. კერძოდ კი ორი ოპოზიციური ბლოკის მოლდოვის გულის და დიადი მოლდოვის აკრძალვას, რადგანაც მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ ამ პოლიტიკურ პარტიას უჭერდა მხარს. რაც შეეხება თავად აქ მყოფი ადამიანების მოქალაქეების დამოკიდებულებას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, აზრი ორად იყოფა და შეიძლება ითქვას, რომ ახლა იგორ დოდონისა და მაია სანდუს პარტიებს თანაბარი შესაძლებლობები აქვს, თანაბარ პირობებში უწევთ ბრძოლა. ადამიანები ამბობენ, რომ მათი მთავარი სურვილი არის ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება, ასევე ემიგრაციასთან ბრძოლა, რადგანაც ძალიან ბევრი ადამიანი ქვეყნიდან საზღვარგარეთ მიემართება საკუთარი ეკონომიკური შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. დილიდან საარჩევნო უბნებზე მისული მოქალაქეები ამბობენ იმასაც, რომ ქვეყანაში ცვლილებების დროა და ეს შეიძლება პირდაპირ უკავშირდებოდეს თავად მაია სანდუს პოლიტიკური ბლოკის ხელისუფლებიდან წასვლას. მინდა რომ ყველაფერი კარგად იყოს, მსოფლიოში ბოროტება აღარ არსებობდეს, ყველა სიკეთეს და მშვიდობას ვუსურვებ, რომ ვიცხოვროთ დაბომბვების გარეშე. მინდა რომ მშვიდობამ გაიმარჯვოს და ხვალინდელი დღე მშვიდობიანად გაგვითენდეს. მინდა რომ ჩვენი ახალგაზრდები აქ დარჩნენ და ქვეყანა განავითარონ, რადგან აქვთ ამის შესაძლებლობა და უნარები. იმსახურებენ, რომ საკუთარი მომავალი მშობლიურ მიწაზე ააშენონ. ჯერა რომ ჩვენ ამას შევძლებთ. ყავდა უამრავი ქურდი, რომლებმაც გაგძარცვეს. მოგვპარეს ყველაფერი, წაგვართვეს რესურსები და ჩვენი შვილები აიძულეს სხვაგან გადასახლებულიყვნენ. ხელფასები და პენსიები დროულად არ გაიცემოდა, ან ძალიან მცირე იყო. გვინდა რომ მოლდოვა მიცხოვროს ისე როგორც ევროპაში ცხოვრობენ. შვილებისა და შვილიშვილებისთვის მშვიდობით და კეთილდღეობით სავსე მომავალი გვინდა. ევროპაში ჩვენც კარგად ვიგრძნობდით თავს. თანასწორობა იქნება. ჩვენი ოცნებაა ვიყოთ ევროპის ნაწილი. რამდენიმე საათში ოფიციალურად გახდება ცნობილი თუ ვინ გაიმარჯვებს მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში. მანამდე კეთდება პოლიტიკური განცხადებებიც. ქვეყნის პრეზიდენტმა მაია სანდუმ საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა. მან ბუნებრივია მხარი დაუჭირა მის პოლიტიკურ ბლოკს და თქვა, რომ მისი მთავარი მიზანი არის ქვეყნის ევროპული მომავლის გაგრძელება და ქვეყნის შესაძლებლობების განვითარება. პარალელურ რეჟიმში მისმა მთავარმა მეტოქემ იგორ დოდონმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კომენტარი და აღნიშნა, რომ დღეს არის ის დღე, როდესაც მოლდოველებს არ უნდა ეშინოდეთ ზეწოლის, არ უნდა ეშინოდეთ მართველი გუნდის გავლენის და ისინი უნდა მივიდნენ საარჩევნო უბნებთან, რათა ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები ისევ და ისევ მოლდოვის მშვიდობიანი განვითარების სასიკეთოდ. ასევე იგორ დოდონი აცხადებს იმასაც, რომ დროა ქვეყანაში შეიცვალოს ის მთავრობა, რომელიც არის, რადგანაც ის მაია სანდუს პოლიტიკურ დევნაში და მოქალაქეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. რაც შეეხება თავად საარჩევნო უბნებზე არსებულ ვითარებას, რამდენიმე დღის წინ სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა სოციალურ ქსელში. ეგრეთ წოდებული სომხური კარუსელის მცდელობის მოწყობის მცდელობა აქვს სხვადასხვა ჯგუფებს, როგორც მოქალაქეები ამბობენ, რადგანაც მოლდოვის პოლიციამ ამოიღო ბიულეტენები, რომელზეც კონკრეტული პოლიტიკური პარტიები უკვე არჩეული იყო. ასევე საუბარი არის იმაზეც, რომ ემიგრაციაში მცხოვრებ მოლდოველებს მიუვიდათ საარჩევნო ბიულეტენები, რომელზეც რიგი პოლიტიკური პარტიები საერთოდ დატანილი არ არის. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მაია სანდუს პოლიტიკურმა ბლოკმა გააკეთა.
ძვირფასო მოქალაქეებო, ყველას მოგიწოდებთ, წახვიდეთ არჩევნებზე. ჩვენი ძვირფასი სახლი მოლდოვა საფრთხეშია. მისი გადარჩენა დღეს არჩევნებზე მისვლითაა შესაძლებელი. ხვალ შეიძლება უკვე გვიან იყოს. ჩვენი ქვეყნის ბედს გადაწყვეტს თქვენი ხმა და არა ნაყიდი ხმები. მოდით, ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ მოლდოვა არის არა მხოლოდ პატარა ქვეყანა, დიდი გულით, არამედ ღირსეული ადამიანების ქვეყანა. ადამიანების, რომლებიც არ ყიდიან საკუთარ ქვეყანას არც 400 ლეისთვის, არც 400 ევროსთვის. მოდით, არ მივცეთ ქურდებსა და გამყიდველებს ჩვენი მომავლის გაყიდვის საშუალება. წინ მივდივართ მშვიდობით, ჩვენი ევროპული მომავლისკენ. ურთიერთბრალდებებისა და წინასაარჩევნო დარღვევების ფონზე საპარლამენტო არჩევნები მოლდოვაში გრძელდება. დღის ბოლოს ოფიციალურად გახდება ცნობილი იმ პოლიტიკური ბლოკის ვინაობა, რომელიც მოლდოვის პარლამენტში უმრავლესობით შევა. მოლდოვაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების შესახებ ლუკა ჩანგელია საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მადლობა ლუკა. უკრაინაში კი ომი გრძელდება. რუსული რაკეტებისა და დრონების სამიზნე კიევი გახდა. სოლომენსკის რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად 5 სართულიანი კორპუსის ნაწილი ჩამოიშალა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაღუპულია 4 ადამიანი, არიან დაშავებულებიც. სამძებრო სამაშველო ოპერაცია კი ისევ გრძელდება. დაშავებულები არიან სხვა რაიონებშიც, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც. 27 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაშავდა ზაპოროჟიაში. რუსული ძალების სარაკეტო იერიში სამიზნე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი იყო, სადაც ხანძარი გაჩნდა. ახლა კი საქართველოს 50 მილიონის ღირებულების 200 კილოგრამი ჰეროინის საქმეზე დაკავებული ირანის მოქალაქის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმშელებს. პროკურატურამ მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით სატვირთო ავტომობილი საქართველოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით წითელი ხიდიდან შემოვიდა. ის დატვირთული იყო თევზის საკვებით, ტვირთში დამალული იყო 8 ტომარა, რომელშიც 200 კილოგრამი ჰეროინი იყო მოთავსებული. პროკურატურის ინფორმაციით ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერება შეიცავდა როგორც ჰეროინს, ასევე ფსიქოტროპულ ნივთიერება დიაზეპამს. პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავა. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულებს შორის ერთი წარსულში ნასამართლებია. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება ალფა პვპ, გამომშრალი მარიხუანა, მეტადონი და მეფედრონი. ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალებიც დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ ამერიკის მოქალაქეც დააკავა. სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის ბარგის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის საშუალება, მათ შორის 67 გრამი მარიხუანა, ელექტროსიგარეტისთვის განკუთვნილი ნარკოტიკული საშუალების შემცველი კარტრიჯები და რამდენიმე ათეული კანაფის თესლი. დაკავებულს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება. დანაშაული 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა 23 წლის ეგვიპტის მოქალაქეც, რომელიც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და მარიხუანის უკანონო რეალიზაციისთვის იძებნებოდა. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით პირი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკის რეალიზაციით იყო დაკავებული და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 25 აგვისტოდან იძებნებოდა. დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის მცდელობისა და უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა. სასაზღვრო პოლიციამ ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებები ბათუმის სამმართველო სასაზღვრო სექტორ კირნათისა და სარფის დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარდა. გამოძიების ინფორმაციით ერთ-ერთი გამტარი პუნქტის გვერდისავლით საქართველოდან თურქეთის მიმართულებით უკანონოდ ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას, ორმა კი უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. ერთ-ერთი სატვირთო ავტომანქანაში იყო დამალული, დანაშაული 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დაკავება ქურდობის მცდელობის ბრალდები დიდუბე ჩუღურეთის პოლიციის თანამშრომლებმა აიყვანეს პირი, რომელიც ქურდობის მიზნით სხვის სახლში შეღწევას ცდილობდა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის სხვადასხვა დროს სამი სახლის ქურდობის ფაქცია მხილებული, დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ეხმიანება ერთ-ერთ მედია საშუალებაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და მისი ხელმძღვანელის შესახებ გაკეთებულ სიუჟეტს უწყება აცხადებს, რომ დეზინფორმაციული სიუჟეტის მიზანი შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამ დეპარტამენტის დისკრედიტაციაა. ციტატა. სიუჟეტში თითქოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან წასული ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე რომან ქარცივაძის მიმართ გახმოვანდა რამდენიმე აბსურდული ბრალდება, რაც არის აბსოლუტური ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების განგებ შეცდომაში შეყვანას. კატეგორიულად მიუღებელია მედია საშუალებების განხირსების შემლახავი ისეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც არ გამომდინარეობს არანაირი ფაქტობრივი გარემოებიდან და რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია. ის უბრალოდ მოგონილ ამბავს წარმოადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი არის ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო, რომელიც დაკომპლექტებულია პატრიოტი და მამაცი სპეცრასმელებით, რომლებიც ყოველთვის მზად არიან დაიცვან სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესები. მათზე თავდასხმას ობიექტურად განვიხილავთ, როგორც ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმად. მოუწოდებთ ნებისმიერ მედია საშუალებას, რომელიც მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით ცდილობს მათი პოლიტიკური ამოცანების შესრულებას, თავი შეიკავონ ღირსების შემლახავი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და ქართული პოლიციის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიის წარმოებისგან, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიუ-იორკის იელის კლუბში ნიუ-იორკის მერიასთან ერთად უმასპინძლა უცხოელ კონსულთა საზოგადოების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას. მაკა ბოჭორიშვილმა საიუბილეო თარიღი მიულოცა უცხოელ კონსულთა საზოგადოებას, რომლის პრეზიდენტი ქვეყანა ამჟამად საქართველოა. სიტყვით გამოსვლაში კი ისაუბრა გლობალური კავშირების გაძლიერებისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის დიასპორის ჩართულობის მნიშვნელობაზე. აღნიშნა, რომ საქართველოს როგორც ალიანსის თანათავმჯდომარე ქვეყნის მისწრაფებაა გაზარდოს ძალისხმევა, განავითაროს დიასპორული ორგანიზაციების როლი ინკლუზიური და მდგრადი საერთაშორისო თანამშრომლობის კონტექსტში. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვა სახელმწიფოების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის დიასპორების წარმომადგენლები. ღონისძიება გაიმართა ძალიან სასიამოვნო გარემოში. მინისტრმა ხაზი გაუსვა დიასპორის როლს და მნიშვნელობას ადგილსამყოფელ ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციის საქმეში და ასევე მან ისაუბრა გლობალური დიასპორის პოლიტიკის ალიანსზე. ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ნიუ-იორკის მერის მოადგილე, სახელმწიფო დეპარტამენტის ნიუ-იორკის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი და სხვა მაღალჩინოსნები. მოხარული ვარ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ვმონაწილეობ საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელსაც ესწრებიან ჩვენი მეგობრები და კოლეგები მთელი მსოფლიოდან. უცხოელი კონსულების საზოგადოება არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ორგანიზაცია და სახელმწიფო დეპარტამენტის მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც კულტურულ და ეკონომიკურ, ისე დიასპორის მიმართულებით. ვლოცავ უცხოელი კონსულების საზოგადოებას 100 წლის იუბილეს. სურს დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს და საქართველოს გენერალურ კონსულს, რომელიც ამავდროულად პრეზიდენტია. ჩვენი მიღებისთვის, მასპინძლობისთვის და იმისთვის, რომ მოგცა შესაძლებლობა ერთად გვესაუბრა ნიუ-იორკში გენერალური კონსულების საქმიანობის მნიშვნელობაზე. მჭიდროდ ვთანამშრომლობ საერთაშორისო ურთიერთობების მერიის ოფისთან, რომელიც აქტიურად მუშაობს ყველა გენერალურ კონსულთან, რათა უზრუნველყოს საკითხებისა და პრობლემების გადასაჭრელად მათთვის დიალოგის შესაძლებლობა. ეს ღონისძიება ეძღვნება ნიუ-იორკში დიპლომატების გაერთიანებას და თავად ნიუ-იორკს, რომელიც დიპლომატების ყველაზე დიდი გაერთიანებისთვის არის სახლი. მადლობელი ვარ საქართველოს მთავრობის და საქართველოს გენერალური კონსულის, რომელიც ამჟამად არის უცხოელი კონსულების საზოგადოების პრეზიდენტი ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება გადაუღებელი წვიმის მიუხედავად სოფლებში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. მათ შორის სახანძრო სამაშველო ბრიგადები მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს მძიმე ტექნიკა ჩატარებული სამუშაოების შედეგად ადიდებული მდინარეების კალაპოტის შეცვლის შემდეგ სოფლის შიდა და ცენტრალურ გზებზე წყალი აღარ მიედინება. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ნათია წითელაური გვერდდება სტიქიის ზონიდან და ის გვეტყვის რა ვითარება არის ამ დროისთვის ადგილზე ნათია გისმენთ. დაზიანებული ინფრასტრუქტურა, დატბორილი საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები. ასეთია მდგომარეობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გუშინდელი სტიქიის შემდეგ, თუმცა ამ დრომდე გრძელდება სტიქია და განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა სოფელ კაბალში, ბაისუბნის ხიდთან, სადაც მოძრაობა არის შეფერხებული. მიზეზი არის ხიდის დაზიანება, რომელიც გუშინდელმა უხმა ნალექმა გამოიწვია. რაც შეეხება სხვა ვითარებას, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელია დატბორილი, ადიდებულია მდინარე ნინოსხევი, შრომისხევი, ასევე მდინარე არეში, რის გამოც ერთდროულად მოხდა დატბორვა სწორედ ამ სოფლების ადგილზე დაუყოვნებლივ დაიწყო სტიქიის პირველი ბეწუთებიდან სალიკვიდაციო სამუშაოები, თუმცა სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე მძიმე ტექნიკა ვერ უმკლავდებოდა სტიქიის მასშტაბებს, როგორც გითხარით, საკმაოდ დიდია სტიქიის არეალი, სწორედ ამიტომ გახდა დახმარება საჭირო როგორც გარშემო მუნიციპალიტეტებიდან, ასევე თბილისიდანაც არიან ჩამოსულები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების ყველა შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული სტიქიის ზონაში და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. გეტყვით, რომ ამ წუთებში სოფლებში და ასევე შიდა საუბნო გზებზე უხვი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარეების ნაკადი არის შეწყვეტილი. სამუშაოები გრძელდება როგორც ნაპირსამაგრის სამუშაოების გამაგრების მხრივ, ასევე იმ ადგილობრივებთან, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დაზარალებულები. წყალდობა იყო სულ აქეთ მოვიდა, აქაურობა აგარო ჩაღარაფერი არ დაგვრჩა. ბოსნიაურ რაც ქონდა მოისპა. არც ქათმები, არც საქონელი, ციმინდები სულ მოისპა. აქამდან იყო წყალი, გარბატონო, აქამდან იყო წყალი. აქაურობაში ვაფშე ვერ შევდით, მერავრიც ვერ გავიდა ქედან. უსფათ მოვიდა ზღალი, მე რა ვიცი რა მოვიდა. ბაზარში ვიღავი. იქე რომ მოვედი, დავინახე ზღალი მოდის. ვაი, სად გავიქცე? მე ამის მეზობელი ვარ, მაგრამ ბავშვები მანქანაში ჩავდე და გავიქცე. უი, ტექნიკაც, მანქანას, რა ვიცი, აი ხუბები მოგდა, ცხარი, სულ იქ არის გაჩვენე მე შენთან ნახე რა დღეში არიან. განსაკუთრებულად დაზიანდა საცხოვრებელი სახლის პირველი სადგურები, არის ასევე ინფრასტრუქტურული ზარალი, ანუ ინფრასტრუქტურული განხორციელებული ინფრასტრუქტურაც არის დაზიანებული. გუშინდელი დღიდანვე, დილიდანვე საკმაოდ ინტენსიურად კოორდინირებულად მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური. დღესაც აქტიურად მუშაობენ მერიის სამსახურები, ხდება სიტუაციის შესწავლა, ხდება მიზეზებზე მუშაობა და შემდგომში უკვე სამუშაოების დასრულების შემდგომ გვექნება სრული სურათი, ჯერ ბოლომდე საუბარი შეუძლებელია, დასრულების შემდგომ უკვე გვექნება ის სურათი, რაც მივიღეთ, რა ზიანიც აქვს მთლიანობაში, მოხდება ამის შესაბამის ფორმაში გადატანა და შემდგომ უკვე ვიფიქრებთ რეაგირების გზებზე. სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, ინტენსიურად აგრძელებს მუშაობას მძიმე ტექნიკა. რაც შეეხება ზარალის მასშტაბებს, მიმდინარეობს კომისიის მხრიდან დათვლა ზარალის და სწორედ ამის შემდეგ გახდება ზუსტი ოდენობა ცნობილი. მადლობა, ეს ნათია წითელაური იყო. აქტიურ საარჩევნო კამპანიას განაგრძობს ქართული ოცნების ახალციხის მერობის კანდიდატი ვარლამ წიკლაურმა გუნდის წევრებთან ერთად ფეხით შემოიარა ქალაქ ვალის ქუჩები და მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო. მოისმინა მათი საჭიროებები და პრობლემების მოგვარებას დაპირდა. ვისაუბრეთ არსებულ საჭიროებებზე, როგორ ხედავთ ქალაქ ვალის განვითარებას, ასევე ვიმსჯელეთ იმ გამოწვევებზე, რაც ვალიშია. სულ ცოტა ხანში გაიხსნება ახალი კოლეჯი, კონსტრუქტორი, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა დასაქმების კუთხით ადგილობრივებისათვის და ახალგაზრდებს აძლევს ახალ შესაძლებლობას განათლებისათვის. ქალაქ ვალის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩვენს კანდიდატთან ერთად შემოვიარეთ ყველა უბანი, მოვისმინეთ მოსახლეობის საჭიროებები და დავპირდით, რომ პრიორიტეტების მიხედვით გადავჭრით მათ პრობლემებს.
წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს ქართული ოცნების მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ბაბაშიძე. იაკობ ნიკოლაძის ქუჩის მცხოვრებლებს ქართული ოცნების თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან, მთაწმინდის რაიონის დელეგატთან და მთაწმინდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან ერთად შეხვდა. ისაუბრეს თბილისში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ქალაქის საჭიროებებზე, მოახლოებულ არჩევნებზე, ასევე მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე. მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს ბატონ ზურაბ ბაბაშიძეს შეხვედრა ჰქონდა ვერის მოსახლეობასთან, რამდენიმე 1000 ადამიანი იყო გამოსული და რა თქმა უნდა გაუჟღერეთ ჩვენი გზავნილები, ძალიან მოკლედ შევაფასეთ, განვლილი 4 წელი ვისაუბრეთ მომდევნო 4 წლის გეგმებზე, რა თქმა უნდა ვისაუბრეთ პოლიტიკურ საკითხებზეც, თუ რა საფრთხეების და რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველოს დღეს და თუ როგორ უმკლავდება ამ ყველაფერს ქართული ოცნება და თუ როგორ ვაპირებთ ჩვენ რომ გავაგრძელოთ იგივე პოლიტიკა და იგივე კურსი, რასაც ჩვენ მივყვებით, ეს არის რა თქმა უნდა მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება ჩვენ ქვეყანაში. ჰქონდა საკმაოდ, ესე იგი, ხალხმრავლობითი შეხვედრა ვერაზე. ძალიან უამრავი ადამიანი გამოვიდა და გააფიქსირა თავისი პოზიცია პირველ რიგში იმასთან დაკავშირებით, რომ არის აბსოლუტური მზაობა ჩვენ მხარდამჭერებში, რომ 4 ოქტომბერს მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან და გააკეთონ თავიანთი არჩევანი, რომ იყოს მშვიდობა საქართველოში და მეტი სიკეთე თბილისში. ქართული ოცნების ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ციკლაური კი გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა, ისაუბრეს ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მოსახლეობის მოთხოვნებზე, მათ შორის სკვერის რეაბილიტაციისა და მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის გადატანის შესახებ. ვისაუბრეთ იმ განხორციელებული ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რამაც მათი ცხოვრების პირობები ბევრად გააუმჯობესა. მე მათ გავაცანით ჩემი სამოქმედო 4 წლიანი გეგმა და შევთანხმდით, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში აქტიურად ვითანამშრომლებთ, რომ ყველა პრობლემა ადგილზე გადავჭრათ. მოსახლეობას აწუხებს ამ უბანში არსებული მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი, ისინი მის დემონტაჟს და სხვა ადგილას გადატანას ითხოვენ. შევპირდი, რომ ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ამ საკითხის გადასაჭრელად. თბილისში ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს კახა კალაძეს, იმიტომ რომ კახა კალაძე არის მერი, რომლის მერობის პერიოდში რაც გაკეთდა თბილისში, იმდენი არ გაკეთებულა 10 წლეულების განმავლობაში და ქვემო სამგორს ყავს ძალიან მაგარი მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ციკლაური. ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველა იცნობს უბანში, რომელმაც იცის ყველა პრობლემა და რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ყველაზე აქტიური შუამავალი თბილისის საკრებულოს, თბილისის მერიასა და საკუთარი უბნის მოსახლეობას შორის. ლილო ორხევის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა ხაბარელი ლილოში საქნავთის დასახლებაში მდებარე სკვერში მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ოზარ სუბარი და ვარლამ ლიპარტელიანიც ესწრებოდნენ. ხაბარელმა ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. წარადგინა საკუთარი ხედვა და ისაუბრა კონკრეტულ გეგმებზე. მაჟორიტარობის კანდიდატმა მოისმინა ინფორმაცია მოსახლეობის საჭიროებებზეც. მამუკა ხაბარელმა მოგვიანებით ახლად აშენებულ სპორტულ სტადიონზე გადაინაცვლა და ახალგაზრდა სპორტსმენებსა და მწვრთნელებს გაესაუბრა. ის იმყოფებოდა ამილახვრ ქუჩაზეც, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირებსაც შეხვდა. გავეცანი მათ საჭიროებებს, გამოწვევებს და ასევე მივიღე ძალიან დიდი მადლიერება იმ შესრულებული პროექტების მიმართ, რომელიც ბოლო წლებში კახაკალაძის მერობის პერიოდში განხორციელდა ჩვენს დედაქალაქში და ეს სივრცეც სულ რამოდენიმე თვის წინ დასრულდა. რეაბილიტაცია ძალიან ლამაზი სკვერის, რომელიც ხელს უწყობს ადამიანების უფრო მეტად დაახლოებას და ურთიერთობას. დარწმუნებული ვარ, მისი ხელი დაეტყობა აქაურობას, მთლიანად საკრებულოს. მე იმედი მაქვს, რომ თითოეული აქ მყოფი მოქალაქე, ვინც ესწრებოდა შეხვედრას, 100%-იან მხარდაჭერას გამოთქვამს ჩვენი გუნდის ქართული ოცნების მიმართ და იმისიც მჯერა, რომ აუცილებლად დიდი ანგარიშით გაიმარჯვებს კახიკალაძე, მამუკა ხაბარელი თავის ოლქში. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საზღვაო სფეროს წარმომადგენლებსა და მეზღვაურებს შეხვდა. სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, რომ საზღვაო სექტორის განვითარება დადებითად აისახება როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა სფეროს წარმომადგენლებს მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი წარუდგინა, ისაუბრა მეზღვაურთა სერტიფიცირებასთან და შრომის პირობებთან დაკავშირებულ საკითხებზე. საზღვაო სექტორის განვითარება დადებითად აისახება აუცილებლად როგორც რეგიონის, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. თქვენი შეტანილი წვლილი ქვეყნის განვითარებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი მიზანი არის, რა თქმა უნდა, რომ თქვენი შრომა იყოს მაქსიმალურად დაფასებული
რომ თქვენი უსაფრთხოება იყოს დაცული და მომავალი იყოს სტაბილური. შეხვედრაზე მეზღვაურებს გავაცანით ის მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც საქართველოში მეზღვაურთა დასაქმების ბაზარს გაზრდის და ასევე მოუტანს დიდ ეკონომიკურ სარგებელს მთლიანად საქართველოს და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. ინიციატივებიდან აღსანიშნია პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებული მეზღვაურები, რომლებმაც 2004-2017 წლებში გაეროს პროფესიული კურსები, მათ მიეცემათ საშუალება, რომ აიღონ უფროსი შემადგენლობის სამუშაო დიპლომი. ასევე ჩვენ დღეს მეზღვაურებს გავაცანით ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. სასიამოვნო იყო იმ ციფრების მოსმენა, რა როლის და რა წვლილით შეაქვს მეზღვაურებს ქვეყნის განვითარებაში, ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე მინდა ხაზი გაუსხვა იმ ნაწილს, რომ სახელმწიფოს როლი ყოველთვის დიდი იყო საზღვაო სფეროს მხარდაჭერაში და ეხლა ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი მთავრობის შემადგენლობით კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიექცევა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება ეს მხარდაჭერა ჩვენთვის. განათლების მინისტრმა ხაშურის მუნიციპალიტეტის პედაგოგები დააჯილდოვა, გივი მიქანაძემ მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა და სერტიფიკატები გადასცა. დააჯილდოვა ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში რეგიონში პედაგოგთა დაჯილდოება 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება, დასკვნითი ღონისძიება კი თბილისში 27 ოქტომბერს ჩატარდება. მიულოცეთ გამორჩეულ პედაგოგებს, 5 პედაგოგს, რომელიც შეირჩა მუნიციპალიტეტის დონეზე და გადავეცით მადლობის სიგელები და რა თქმა უნდა მოვიწვიეთ 27 ოქტომბერს იაკობ ლოგებაშვილის დაბადების დღეს მასწავლებლის ეროვნული პრემიის დასკვნით ღონისძიებაზე და კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი უდიდესი პატივისცემა და მადლიერება თითოეული პედაგოგის მიმართ, რამე თუ მათი საქმიანობა არის ყველაზე ეროვნული და ყველაზე დიდ საქმეს აკეთებენ, რასაც ჩვენი მომავალი თაობების ღირსეული აღზრდა ჰქვია. მასპინძლეთ ხაშურის მუნიციპალიტეტის ხვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოების და ასევე 120 ოქროს და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს. ხაშურის პირველ საჯარო სკოლას მნიშვნელოვანი ტრადიციები აქვს და იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ვიზიტი სტუმრების კიდევ ერთი მამოტივირებელი იქნება ჩვენი სასკოლო საზოგადოებისთვის. რუსთავის ახლად რეაბილიტირებულ ახალგაზრდობის სასახლეში ღია კარის დღე მოეწყო არაფორმალური განათლების ახალ სივრცეში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრიდან დაიწყება. სხვადასხვა პროგრამაზე 700-მდე ახალგაზრდა და მოზარდია რეგისტრირებული, ახალგაზრდობის სასახლე აპრილში გაიხსნა. ახალგაზრდობის სასახლის დღევანდელი ღია კარის დღე მოწმობს იმას, რომ ჩვენმა გუნდმა ჩვენს ქალაქში უკვე შევქმნით ახალი შესაძლებლობები იმისთვის, რომ ოჯახებმა შვილები ატარონ სწორედ ისეთ ევროპულ თანამედროვე სახელოვნებო და საგანმანათლებლო ცენტრებში, როგორიც არის ჩვენი ახალგაზრდობის ცენტრი. ძალიან მომწონს ეს ახალი ახალგაზრდობის სასახლე, რადგან ახალგაზრდებს ძალიან დიდ საშუალებას აძლევს იმისთვის, რომ განვითარდნენ. ძალიან საინტერესო კურსებიც არის აქ, მაგალითად რობოტიკა, ქიმიის ლაბორატორია, ხატვის და ცეკვის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თბილისის ეროვნულ პარკში ტურისტულ რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტებს გაიცნო. დასრულების ეტაპზეა 2 პროექტი. საბადურის უბანზე მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა, პარკინგი, საბავშვო გასართობი და შემეცნებითი სივრცე. 55 კილომეტრის სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელი. ზედაზნის უბანზე გაიხსნება ვიზიტორთა ცენტრი, საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, საკემპინგე და საპიკნიკე სივრცეები. პროექტების საერთო ღირებულება დაახლოებით 13 მილიონ ლარს შეადგენს. ეწყობა მასშტაბური ტურისტულ სარეკრეაციო ინფრასტრუქტურა და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს, რაც საშუალებას მოგცემს, რომ საბადურის ტყეში და თბილისის ეროვნულ პარკში მომსვლელი ვიზიტორებისთვის ჩვენ შევქმნათ კომფორტული გარემო და ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც აქ მოსულ ადამიანებს საშუალებას მისცემს ერთის მხრივ დატკბნენ იმ ბიომრავალფეროვნებით, რაც ახასიათებს თბილისის ეროვნულ პარკს და საბადურის ტყეს და ასევე შექმნის კომფორტულ გარემოს აქ მომსვლელი ვიზიტორებისთვის. ორ ლოკაციაზე ეს არის საბადურის ტყის მიმდებარედ და ზედაზნის მიმდებარედ მოეწყო საპიკნიკე სივრცეები, საპარკინგი ადგილები. ჩვენს ვიზიტორებს, როგორც ადგილობრივს, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებს წლევანდელი ზამთრიდან უკვე ექნებათ საშუალება, რომ კომფორტულ გარემოში ეზიარონ ბუნებას, ამოვიდნენ, დაისვენონ ოჯახებთან ერთად.
ჯეოანესთეზია 2025 ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რიგით მერვე სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიის საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა. მიხეილ სარჯველაძემ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ისაუბრა გამოცდილების გაზიარებასა და თანამედროვე პრაქტიკის დანერგვაზე. კონფერენცია საქართველოს ანესთეზიოლოგთა და რეანიმატოლოგთა საზოგადოების ინიციატივით ყოველწლიურად იმართება. განსაკუთრებულად ღირებული და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჯეოანესთეზიის ჩატარება, რომელიც იქცა უკვე წარმატებულ ბრენდად. ეს არის ადგილი, ფორუმი, სადაც იკრიბებიან ადამიანები მედიცინის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულების წარმომადგენლები, როგორიც არის ანესთეზია, როგორიც არის რეანიმატოლოგია. ყველა ის პრაქტიკული პრობლემა, რომელიც დაისმის, ამის გადაჭრაში, გადაწყვეტაში სისტემურად, მეცნიერულად ჩართულია როგორც აკადემიური წრე, ისე პრაქტიკული გამოცდილების მქონე ექიმები. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რეგიონის ექიმებისთვის გაუზიარონ ერთმანეთს შტაბ-ეჭრილებები, მიიღონ უახლესი კვლევებით დადასტურებული და უახლესი ინოვაციური მეთოდებით დანერგილი სხვადასხვა სერვისებზე ინფორმაცია, პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარონ ერთმანეთს. წელს ჯეოანესთეზია შედგება სამი სერიოზული მიმართულებიდან. ეს არის კრიტიკული მედიცინის თანამედროვე საკითხები, მეორე მიმართულება არის აქტუალური მწვავე მედიცინა და მესამე არის ინოვაციური მიმართულება, რადიოლოგიური მეთოდების დანერგვა ანესთეზიოლოგიაში, ტკივილის მართვაში და ინტენსიურ თერაპიაში. ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6 თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა საველე სწავლება გაიარეს. წვევამდელებმა ოცეულის დონის წვრთნის ფარგლებში თავდაცვითი ოპერაცია საბრძოლო სროლებით ჩაატარეს. მათ ამოცანას ოპერაციის რაიონში იმიტირებული მოწინააღმდეგის განადგურება წარმოადგენდა. საველე სწავლებას დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრო. 2025 წლიდან წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს თავდაცვის ძალებში გადიან. წარმატებით გავართვით მოცემულ ამოცანას თავი, სადაც მოწინააღმდეგე წარმოადგენდა მექანიზირებულ ათეულს. ჩვენ ამ ამოცანის შესრულებაში დაგვეხმარა 6 თვის ვადაში გავლილი სხვადასხვა სწავლებები და დისციპლინები. ალფა ქვეითმა ასეულმა ჩაატარა ოცეულის საბრძოლო სროლები უფროს ლეიტენანტ მუხრან შუკვანის სახელობის სასროლეთზე. აღნიშნულ ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი, სწავლებას წინ უძღოდა 6 თვიანი მოსამზადებელი პერიოდი, სადაც წვევანდელებმა გაიარეს სხვადასხვა საბრძოლო მომზადება და დისციპლინები, რაც დაეხმარა დღევანდელი ამოცანის წარმატებით და ხარისხიან შესრულებაში. ბოლო 1 თვის განმავლობაში წვევანდელებს მიეცემა შესაძლებლობა გაიარონ სამთო მომზადება, აერომობილური სწავლება, წყლის დაბრკოლების გადალახვა და მექანიზირებული სწავლება. მადლობა მინდა გადაუხადო ბატალიონის პირად შემადგენლობას, განსაკუთრებით მადლობა მინდა გადაუხადო წვევანდელებს და მათ ოჯახის წევრებს სწორი არჩევანისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ გადელიამ საკრებულოს თავმჯდომარე საბაუდი შარიასთან და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ჟიული შარტავას და აფხაზეთში დაღუპული გმირების მემორიალები ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო. პატივი მივაგეთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შეწირეს ჩვენ სამშობლოს საქართველოს ერთიანობას. მე მჯერა მშვიდობიანი გზით დავიბრუნებთ ერთიანობას, დავიბრუნებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ქეცვიხრი ბატონი ჟეულის წინაშე, ბატონი გურამგაბისკირიას წინაშე, ბატონი გენო ადამიანის წინაშე. მათი გმირობა არასდროს წაიშლება ჩვენი აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის გონებიდან. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე სპექტაკლი ზღვის თეატრი დაიდგა. რეჟისორ ალექსანდრე ელოშვილის სპექტაკლი დევნილობაში მყოფ ახალგაზრდების ისტორიას ეხება, რომელთა ქალაქში თეატრის გახსნას სურთ და უამრავ წინააღმდეგობას აწყდებიან. სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. საოცარი ემოციები მივიღეთ, კარგი საღამო გამოვიდა და დააგვირგვინა, ასე ვთქვათ, ის სენტიმენტები, რაც ჰქონდა ჩვენ აფხაზეთთან. დევნილობაში მყოფი თეატრი ეს კიდევ უფრო სევდიანს ხდის თეატრის იმ როგორ გითხრათ, შინაარს, რაც ისედაც აქვს. ჩემი ოცნებაა, რომ ეს სპექტაკლი ვითამაშოთ იქ, სადაც უნდა ვითამაშოთ, ეს არის სოხუმი.
პირველად საქართველოს ევროპის საწყლოსნო ფედერაციის კონგრესს უმასპინძლა მასში 42 ქვეყნის 140-ზე მეტი უცხოელი სტუმარი მონაწილეობდა. შეაჯამეს 2025 წლის მოვლენები და ისაუბრეს პერსპექტივებზე, ღონისძიებას სპორტის მინისტრი დაესწრო. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს საწყალოსნო ფედერაციის ხელმძღვანელობას და პრეზიდენტს იმისთვის, რომ მათ შეძლეს და საქართველოში დღეს უმასპინძლობთ ევროპის საწყალოსნო ფედერაციათა კონგრესს. საქართველოში წარმოდგენილი არიან ევროპის თითოეული ქვეყნის ფედერაციათა ხელმძღვანელები, რომლებიც მსჯელობენ უფრო მეტი განვითარებისთვის, რომელიც შეეხება საწყალოსნო მიმართულებას და დარწმუნებული ვარ, რომ აქ მიღებული გადაწყვეტილება იქნება სასიკეთოდ როგორც ევროპის, ასევე საქართველოს საწყალოსნო სპორტის განვითარების პირველად ისტორიაში საქართველოს მასპინძლობს ევროპის საწყალოსნო კონგრესს. ეს შესაძლებელი გახდა საქართველოს ცურვის ფედერაციისა და ევროპის საწყალოსნო ფედერაციას შორის არსებული ძალიან კარგი თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების წყალობით. ჩვენ გვაქვს მანდატი 2026-დან 2028 წლამდე და ეს კარგია, რომ შეგვიძლია გარკვეულ ქვეყნებთან თანამშრომლობა. საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა ამ კოორდინაციის პროცესში. თქვენ ყველა პირობა გაქვთ, რომ აქ წარმატებით ჩატარდეს ისეთი კორპორაციული ღონისძიებები, როგორიცაა წყალბურთი, ცურვა, მხატვრული ცურვა. ევროპის საწყალოსნო ფედერაცია დაინტერესებულია, რომ განვითარდეს ჩვენთან ეს ოთხივე სახეობა და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, როგორც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, მე მხარს უჭერ ფედერაციას და მოხარული ვარ დღეს სტარტდება კონგრესი საქართველოში, ეს არის დაფასება. შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო ტურნირი თბილისი არენას დარბაზში ტარდება მე-16 ფინალურ ეტაპზე. საქართველოს სახელით იასპარეზა 18 სპორტსმენმა. ჯუნიორებში მერვედფინალი საგზური 5 სპორტსმენმა, უფროსებს შორის კი 6-მა მოიპოვა. შეჯიბრში საერთო ჯამში 57 ქვეყნის 700-მდე მებრძოლი მონაწილეობს. ჩემპიონატი 2 ოქტომბერს დასრულდება. პირველ რიგში ძალიან დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო ჩემი მოწინააღმდეგის მიმართ, იმიტომ რომ როცა ოქტაგონზე შედიხარ, უკვე კაცი ხარ და უკვე ყველაფერი ნათქვამია მაგით, არ აქვს მშობა წააგებ მოიგებ. დანარჩენი რავი, საქართველოსაა ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენს ხალხთან ერთად ვიბრძვით. ჩემი გულშემატკივრები, ჩემი ოჯახი, ჩემი ხალხი, ქართველი ხალხი უფრო დიდ შემართებას მაძლევს და ქართველები ჩავალთ ბოლოში. ასე გავაგრძელებთ ყოველთვის. წაგება არ ქონია რაც გამოვიდით და ეს ყველაფერს ამბობს. მართლაც სასიხარულო ფაქტია, რომ საქართველოში ტარდება ამ ხელა მსოფლიო ჩემპიონატი, მოგეხსენებათ კი ხედავთ ყველა თვალი, რომ როგორი ღონისძიება, როგორი ორგანიზებულია, ეს არის თითოეული იმ სპორტსმენზე, რომელიც დამწყებები არიან, რომლებიც სამოყვარულო MMA-ში აგრძელებს კარიერას და იმედი მაქვს, რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატი იმ ახალგაზრდა თაობის იქნება წინსვლისა და განვითარების მაგალითი. პირდაპირ ეთერში უბრუნდებით 3-ზე, მანამდე კი ყველა მნიშვნელოვან სიახლეს გაიცანით ჩვენს ვებგვერდზე. რუსთავი 2.gt დროებით.